ეთერში დავბრუნდით სტუმრებთან ერთად, საუბრობთ პირველ ქართულ კომიქსზე ამირანი და ჩვენი სტუმრები არიან იდეის და სცენარის ავტორი და რეჟისორი ნიკა ხომასურიძე და ილია სარხოსიდი მხატვარი. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, აი კომიქსის აღმოჩნდა გიორგის ხელში. ერთი რამ მაინტერესებს გამარჯობა რა თქმა უნდა. გამარჯობა. ეს პირველი ქართული კომიქსია თუ პირველი ქართული კომიქსია ამირანზე? პირველი ქართული კომიქსია, რომელიც გამოდის, უკვე სერიულად გამოვა, თან ამირანზეც ფაქტიურად პირველი არის, კომიქსების მცდელობა მე რამდენიც იყო, რომ გამოსული იყო, ოღონდ ის იყო, როგორ იცით, ჟურნალები იყო, სადაც ესენი იბეჭდებოდა და ესეთი მიქსეული. ესე ამერიკულად კომიქსად. ესეა კი და ესე ვთქვათ, ქართული ლეგენდა არის გაცოცხლებული, თან ამირანი უძველესი მითოლოგია და ძალიან დიდი შრომა და ლეგენდის დაბადება. ჯაფა ჩადებული და სხვა ვისაუბრებთ ამ თემაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ აუცილებლად უნდა გკითხოთ, აი ამ როგორ თავდავარქვა მედალიონი ხელსაყრელი არც ვიცი. აღვიხსენით რა არის? რა არის? ისი სიმბოლოა და რა? ეს არის ფაქტიურად უძველესი სიმბოლო ბორჯღალის, რომელიც ხელშესახები შეიძლება იყოს, დაცული არის ეროვნულ მუზეუმში და ჩვენ როდესაც ვაკეთებდით წინასწარ ჩანახატებს ამ კომიქსში, ამ ლეგენდაში, ყველა ისტორიული დეტალია თითქმის ზედმიწევნით დაცული, რადგან ის იარაღების საჭურველი, სამკაულები, ოთახის აღჭურვილობა, სახლების მოწყობა, ხო, ისე გვაქვს, როგორც ისტორიული არტეფაქტები არის ეროვნულ მუზეუმში დაცული და ასევე ეთნოგრაფიულში. და იქ როდესაც გავდიოდით, ერთად ვიყავით იკო, ჩვენი მთავარი მხატვარი, ლაშა სცენარისტი და შევნიშნე ეს, მანამდე არ მქონდა ნანახი. შეიძლება ნანახიც მქონდა, მაგრამ ყურადღება იმდენად არ მქონდა მიქცეული და წერია, რომ ეს არის 4000 წლის წინანდელი ქართულ სამარხში აღმოჩენილი მედალიონი კვირაცხოველი. ეს მისი შუა ნაწილი არის, რომელიც კონკრეტულად აი ბორჯღალს ეხება და რო შეხედავთ დღეს. ანუ მედალიონი იყო მაშინაც. და არის ძალიან ძიმე და მედალიონი იყო. ეს შეგიძლიათ. ეს ამ ზომის არის ზუსტად. დაახლოებით ამ ზომის არის, ოღონდ მას ეს ერთი შრე აკლია. სადაც ჩემის აზრით პლანეტების და სხვა galaktikების განლაგება ძალიან მისტიური ბორჯღალია და ჩვენ galaktikas ქვია ირმის ნახტომი. თქვენ რო ნახოთ ირმის ნახტომი დღეს როგორ გამოიყურება ვიზუალურად, რომელიც 21 საუკუნეში არის დახატული და ფოტოებით შექმნილი და შემდგომ ეს ნახოთ, მიხვდები რომ ძალიან დიდი თანხმედრაა. ერთი ერთში გავს თითქმის ერთმანეთს და ამიტომ 4000 წლის წინ ვიღაცას რომელიც ჩვენიანი იყო და დადიოდა, ჩემის აზრით ქურუმი იქნებოდა ალბათ. ეკიდა ეს კვირაცხოველი ირმის ნახტომის galaktika და დღეს 21 საუკუნეში არის დახატული ნაფიქრი და ასე რომ ცივილიზაციურად ჩვენ ძალიან წინ ვართ. უბრალოდ ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და ამას ემსახურება ამირანიც რომ გაიგონ და ეს არის ასევე ასომთავრული რომელიც მზის ნიშანი არის და ჩვენ კომპანიას ქვია დაკარგული ლეგენდები და ეს როგორც ჩვენი ლოგო, ძველი ასომთავრული და მასში ჩაქსოვილი ეს უძველესი ბორჯღალი. დაკარგული ლეგენდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ამირანი და თქვენ ახსენეთ მუზეუმში არაერთი ვიზიტი იმისთვის, რომ ზუსტად გადმოგეტანათ იმდროინდელი ინტერიერი და ასე შემდეგ ყველაფერი. რა იყო მთავარი სირთულე თქვენთვის როგორც მხატვრისთვის, როცა მუშაობდით, დაიწყეთ მუშაობა ამირანზე და ფიქრი იმაზე, რომ რაც მთავარია, იწყება თანამედროვეობით. ხო, ანუ ეს არა, პირველი გვერდი სულ სხვა არის, მაგრამ რეალურად ხდება თანამედროვეობაში. ის კომიქსი და ისტორია, ლეგენდა, რომელიც ალბათ ყველა მიცის. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს თავარი მხატვარი იყო, რომელმაც შექმნა რამოდენიმე ნახატი, ესე ვთქვათ, როგორც იკოსთან ერთად, ნიკოსთან ერთად პროსტორეთ. ეს იყო, როგორ გითხრათ, რაც მუზეუმში ვნახეთ, ესე ვთქვათ, აღჭურვილობა, რაც ვნახეთ მიახლოებული როგორ ეცვათ მაგ დროს, ჩვენ ვნახეთ ეთნოგრაფიულში, გასწავთ, ის როგორ გამიყურებოდა შენობები. იმას რა ქვია ნიკო? აწარკიქიეს სარგვალი არის და ადგილის დედა. თუ ნახოთ ძალიან საოცარი ფიცრები ისე დალაგებული, რომ შეხვალ გამოსვლა გინდა. უნიკალური შეკიდვა. და შუაში ესე თქო ნაცარი რაღაც. რა მაგარია. ძალიან საინტერესო. ანუ ეხლა ამაზე რომ ვისაუბროთ რა კომიქსები. ეს გაგრძელდება თუ შემდეგი ნომერი იქნება სხვა ლეგენდა? ეს არის დაბადება, ლეგენდის დაბადება. სანამ ვიტყვი, მინდა მადლობა. ამირანი დაიბადა ამ ეტაპზე. იკოს, ილოს და მიშაპ სუტურს აი ამ არაჩვეულებრივი ქმნილებისთვის რა და. ეს ლეგენდის დაბადებით დავიწყეთ, ანუ როგორ დაიბადა ამირანი. და ეს არის რამდენიმე ვერსია არის ამირანის მითოლოგიის და
ერთ-ერთი არის სვანური ვერსია, რომელიც დასაწყისად გამოვიყენეთ და მის ანუ ამირანის მამის სახელით მონადირე დარჯელანი ძალიან მამაცი იყო და აქედან გამომდინარე უშბაც შესაბამისად ანუ შემდეგ სერია რო გამოვა 8 მარტს იქნება უკვე გაგრძელება ამირანის ბავშვობა. სულ ეხლა არის ამ ეტაპზე 10 სერია, ანუ 10 წიგნი უკვე გამზადებულია, უკვე დასახატად და 8 მარტს გამოვა. მე ყოველთვის 8-ში ჩვენ გვექნება ახალი ისტორია. მე მესამე ნომერში უკვე გაზრდილი ამირანია. მეორეში არის ქაჯების თავდასხმა არის, მესამეში ამირანის უკვე პირველი ბრძოლა დევებთან და ქაჯებთან, კუდიანებთან და იქიდან მე უკვე მეოთხედან უკვე ამირანი აწყვეტილი გვევლინება. საინტერესოა ეს არის საწყისი, ასე ვთქვათ, საბოლოო ფილმის. საიდან წამოვიდა იდეა, რომ შეგექმნათ ესეთი კომიქსი და ვითი გაგრძელდება? ამ პროექტის დასასრული და ერთგვარი შეწყდა იქნება. ბარემ აქ ერთი ტექნიკური რაღაც მაინტერესებს, შემოქმედება ცოტა ხანი თავი დავანებოთ და აქვე გაერთიანეთ რა. თუ გაქვთ რამე კვლევა ჩატარებული და თუ იცოდით, რომ ეს საჭირო იყო, რომ საქართველოში გაკეთებული. თუ ეს უბრალოდ თქვენი კეთილი ნებაა, რომ ადამიანებმა ახალ ბავშვებმა ამ ფორმით გაიგონ ეს ლეგენდა. ანუ მე გეკითხებით, ანუ რაღაცა მოგებაზე თუ არის გათვლილი და თუ თვლით, რომ ამან შეიძლება რაღაცა მატერიალური, ასე ვთქვათ, შემოსავალი მოიტანოს. ხო, პირველ რიგში მე ან როგორი მიდგომა მაქვს რა, აუცილებელი არის, მე მაგრად მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩემი ისტორია. მინდა უფრო მეტი გავიგო. როდესაც ამ პროექტში ჩავარდით, იმდენად მეტი რამე გავიგე, პირადად მე ვთვლიდი, რომ რაღაცა მე ვიცოდი, მაგრამ ბევრად უფრო მეტი შევისწავლე, სხვა თვალით შევხედე და ჩვენ რეალურად სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ძალიან ნაკლებად ვაფასებთ ჩვენივე ისტორიას და იმ ლეგენდებს, რომლებიდანაც მოვდივართ. ამიტომ სურვილი მქონდა, რომ გამეცოცხლებინა რა და მე შევიკრიბეთ ეს გუნდი და ნელ-ნელა ძალიან დიდი ენერგიის და შრომის და ინვესტიციების ფასად არც მხოლოდ ჩვენი ინვესტირებით ხდება ეს არც ერთი არც სახელმწიფო არც სტრუქტურა და არც სხვა კომპანია ან ბიზნესმენი არ არის ჩართული, ჩვენი ინვესტირებით ხდება, მივდივართ ბოლომდე და ესე გვაქვს ნელ-ნელა დაგეგმილი, რომ შევქმნათ და გავაცოცხლოთ და ლეგენდას ამ წიგნს ქვია გააცოცხლოთ დაიცავი შენი ლეგენდა და გახდი ლეგენდის მსხველი. რაც უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება, ბუნებრივია ეს შემდეგ უკვე თუ კომერციაზე არ გათვალე, შედეგსაც ვერ მიიღებ. ამან უნდა იარსებოს. ან ძალიან მაგარი სისტემა აქვს თვითონ კომიქსს. ყოველთვე რომ გამოდის, ადამიანი ჩართულია, მოყვება ისტორიაში. შემდეგ მას რაღაც აზრი უჩნდება, უკვე შენ გულშემატკივრები გიჩნდებიან და თავაზობენ თავის იდეებს, მისი საყვარელი გმირი ხდება. დღეს ამერიკული კომიქსები არის ძალიან მოდაში, მაგრამ ჩვენ არანაკლები ისტორია გვაქვს და შეგვიძლია რომ შევქმნათ საინტერესო გმირების, პერსონაჟების და ბევრად მაგარი გმირები გვყავს და ნებისმიერი მსოფლიოს მითოლოგიიდან გამომდინარე. კულტის თუ კულტურის გამყარება ძალიან დიდად შეუწყო ხელი თანამედროვე კინომაც ამერიკულმა, ხო? უამრავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი სწორედ გადაღებულია კომიქსებზე. თქვენ ხო არ გეგმავთ რამე თუნდაც მულტფილმის გაკეთებას, რომელიც ნამდვილად არ არის უფრო იაფი ვიდრე კინო, მაგრამ მაინც. კი, ანუ ჩვენ გვინდა რომ სოფლიო სტანდარტების მსგავსი ფილმი გამოვიდეს, როგორც კი ამისი შესაძლებლობა იქნება და რაც საკვირველია თავიდანვე იყო ის ჩადებული, რომ რამდენი გარკვეული, ანუ წლის ბოლოს ჩვენ უკვე 10 ნომერი გვექნება და შემდგომ უკვე ეს მომავლის თემაა, რა თქმა უნდა, მომავალი წლიდან ვაპირებთ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება უკვე ინვესტორებთან, სტუდიებთან, რომ ეს უკვე გადავიდეს სოფლიო დონეზე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის თავარი პირველ რიგში ქართული ბაზარი უნდა ავითვისოთ, რომ მოვახდინოთ მკითხველის დაინტერესება და კაპიტანი ამერიკა, როდესაც იქმნებოდა, იყო თავარი მიზანი იყო ამერიკელებში პატრიოტული გრძნობის გაღვივება და მეორე მსოფლიო ომში მათი ჩართვა. ანუ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხა იმ ქვეყანას თუ ეს ჭირდებოდა და ეხლაც არაერთი მსგავსი ფილმი კეთება, არც ერთი ამერიკული ფილმი არა, სადაც დროშა არ ფრიალებს. ანუ ჩვენთან ეს ცოტა მეორე უკანა პლანზეა გადაწეული და ანუ ეროვნული პროექტია, რომელსაც ხარდაჭერა და დიდი ემოციით ჩართვა ჭირდება, რაც და ამ ფორმით შეთავაზება, რაც თავარი პატრიოტიზმის საზოგადოებისთვის. თქვენ ვიყავით კომიქსების ფესტივალზე ნიუ-იორკში, რომელიც როგორც ვიცი არის ყველაზე დიდი ფესტივალი. როგორი იყო იქ გამოხმაურება ამ პროდუქტის მიმართ და ქართული ლეგენდის მიმართ? ილო ვერ წამოვიდი სამწუხაროდ, ჩვენ ვიყავით ამ ფესტივალზე. ნიუ-იორკის კომიკ-კონი იმ წელს გახდა ყველაზე დიდი 151,000 ბილეთი გაიყიდა და ვიზიტორი იყო და შესაბამისად, ანუ აჯობა სან-დიეგოს. ეხლა სან-დიეგო რას იზავს, ნახოთ და საიქაც მიემგზავრა. კი, იქ აუცილებლად უნდა წავიდეთ, ჩვენი სტენდი უნდა გქონდეს, რადგან იქ ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ. თავარი იყო ჩვენთვის ეს, რომ ჩვენ კი წარვადგენთ ჩვენი პროდუქცია, მაგრამ რეალურად
პირველი იყო ჩვენთვისაც კინოფესტივალებზე კი ვერ ნამყოფ, მაგრამ ანუ კომიქსების ფესტივალზე და 151,000-დან დაახლოებით 120,000 ჩაცმული გმირი დადიოდა და ეს რო დავინახე უდიდესი მოტივაცია გამიჩნდა, რომ ჩვენ გვინდოდა სამწუხაროდ ის არ მოხერხდა იმ მასშტაბით ჩვენი წასვლა, რომ ჩვენი გაცოცხლებული გმირებით წაგვიყვანა, მაგრამ უკვე სანდიეგოსთვის ბევრად მომზადებულები ვიქნებით და ჩაცმული გმირებით ჩვენი სტენდი. ანუ თუ იყო შემოთავაზებები, მაგათო კი გაიყიდა გარკვეული რაოდენობა როგორც ნახატები, ასევე წიგნები და იქ ახლა ძალიან რთული გამოხმაურება, რეალურად გამოხმაურება მოყვება დიდ PR კამპანიას. ეხლა თავისით რომ აუ ეს ბიჭებო რა მაგარი რაღაც გაიკეთებათ, არა, შენ ქმნი პროდუქტს და შემდგომ უკვე ამის შესახებ უნდა მოაწონო შენი პროდუქტი და ისტორია მთელ მსოფლიოს, რასაც ანუ მარკეტინგი და PR-ი ქვია და პროდუქტის შესვლა და დღეს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ მაღაზიაში, კომიქსების უძველეს მაღაზიაში Golden Apple ქვია, იყიდება ამირანის კომიქსი და ჩვენთვის ძალიან საპატიო მომენტია რა. კი, არა, ინგლისურად არის ის ვერსია იქ და ეხლა უკვე როდესაც ჩავალთ, იქ უკვე მთლიანი პროდუქციით ჩავალთ. ანუ ეს საწყისი ეტაპია, ჩვენი ბრენდის შემოსვლა, ქართველი სუპერგმირები შემოდიან და ნელ-ნელა ანუ ეს ერთი წლის მანძილზე გვაქვს გეგმა, რომ ეს უკვე გარდაიქცეს მსოფლიო ბრენდად და აშიც ანუ ილო, იკო, ლაშა კანკავა, ფრიდომ ჭედლიძე ყველა ჩართულები ვართ. კი, დაკარგული ლეგენდები, რომელიც ესე აცოცხლებს აი ამ მიდგომას და გვინდა რომ მაგარია. ყველა ჩაერთოს. ეს შენი არის, შენი ნაწილია, შენი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს, რომ დაელოდები მეორე ისტორიას და რა თქმა უნდა ეს საწყისი მომენტია და ჩვენს ვითარდებით. და რაღაც ეხლა შეიძლება მოგწონს, შეიძლება ცოტა არ მოგ მეორე ნომერში უკეთესი იქნება და ეს ნელ-ნელა დაიხვეწება და თანდათან. კი. და უკვე ვიყო ახლა სულ სხვა ხელი არის ახლა ვიდრე იყო დასაწყისში და სხვანაირი ისტორია და ასევე მინდა აღვნიშნო ყდის ავტორი არის ძალიან ცნობილი შერიდან ჯონსი რომელიც აი ამ სამყაროში გრაფიკული მხატვრობის სამყაროში ძალიან ცნობილი პიროვნება ავსტრალიაში ცხოვრობს და ილომ მითხრა რომ ძალიან ისეთი მაგარი მხატვარია და იქნებ დაუკავშირდეთ რომ როგორმე ჩავრთათო და დაუკავშირდი მოხდა მის დაინტერესებაც საკმაოდ ქართულ მხარეში ზარისა იყო მაგარი მხატვარი არის და ჩაერთო მისი ყდა არის და ყოველ თვე ყოველი ახალი ნომრის ყდა მის მიერ იქნება შესრულებული. ის იმუშავებს ამაზე. ძალიან კარგი. გისურვებთ წარმატებებს, რა თქმა უნდა და ამ პროექტის განხორციელებას ისე როგორც თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ნიკა ხომასურიძე, ქართული კომიქსის იდეის ავტორი და იდეის და სცენარის ავტორი, ასევე რეჟისორი და ილია სარხოსიდი მხატვარი. გემშვიდობებით ძალიან ცოტა ხნით რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა.